მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მუტაციებზე, გენეტიკური მრავალფეროვნების და დაავადებების საფუძველზე. მემკვიდრეობითი ცვალებადობის ორი ფორმა არსებობს: მუტაციური და კომბინაციური. მუტაცია არის გენების ქრომოსომათა რაოდენობის ან სტრუქტურის უეცარი ცვლილება. მუტაცია შეიძლება იყოს საზიანო, სასარგებლო ან ნეიტრალური. მუტაციური ცვალებადობის სახეებია გენური, გამოიხატება გენის შიდა უხილავი ცვლილებებით, ქრომოსომული, გამოიხატება ქრომოსომის სტრუქტურის ხილული ცვლილებით და გენომური, გამოიხატება ქრომოსომების რიცხვის ცვლილებით. გენი არის დნმ-ის მოლეკულის მონაკვეთი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ. გენური მუტაციის დროს ხდება ცალკეული გენების თვისობრივი ცვლილება. ერთი გენის ფარგლებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რამოდენიმე სახის მუტაციას. მაგალითად, დნმ-ში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შეცვლა, ან ზოგიერთი ნუკლეოტიდის ამოვარდნა, ან ზოგიერთი ნუკლეოტიდის ჩამატება. ქრომოსომული მუტაცია. ქრომოსომული მუტაცია არის გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ხდება ქრომოსომების სტრუქტურასა და რაოდენობაში. ასეთი მუტაციები შეიძლება იყოს ბუნებრივი პროცესების შედეგი, ან გარემოს ფაქტორების გავლენა. ქრომოსომული მუტაციის სახეებია დელეცია, ქრომოსომის გარკვეული მონაკვეთის დაკარგვა, ინვერსია, ქრომოსომების მონაკვეთის 180 გრადუსით შემობრინება, დუპლიკაცია, ქრომოსომის გარკვეული მონაკვეთის გაორმაგება და ტრანსლოკაცია, რომელიც წარმოდგენილია ვიდეოზე. რა დროსაც ხდება არაჰომოლოგიური ქრომოსომას შორის მდებარეობების ან უბნების შეცვლა, იწვევს შეჭიდულობის დარღვევას. ქრომოსომის დიდი მხრის დელეცია მომაკვდინებელია ორგანიზმისთვის. მცირე მხრის დელეცია უმძიმეს დარღვევებს იწვევს, თუმცა ადამიანები ამ დარღვევებით ცოცხლობენ გარკვეული ხნის განმავლობაში. მაგალითად, V ქრომოსომის მოკლე მხრის დელეცია იწვევს უმძიმეს დაავადებას, კატის კნავილის სინდრომს, რომელიც გამოწვეულია მეხუთე ქრომოსომის ნაწილობრივი წყვეტით. ასეთი მოზარდებით ძირითადად 12 წლამდე ცოცხლობენ. გენომური მუტაცია. გენომური მუტაციების შედეგად იცვლება ქრომოსომათა რაოდენობა. გამოყოფენ გენომური მუტაციების შემდეგ ფორმებს. პოლიპლოიდია, ქრომოსომათა რიცხვის ჯერადი, პროპორციული გადიდება. ანეუპლოიდია, ერთ კონკრეტულ ჰომოლოგიურ წყვილს აკლია ან მეტი აქვს ერთი ან იშვიათად ერთზე მეტი ქრომოსომა. ანეუპლოიდია, ერთ კონკრეტულ ჰომოლოგიურ წყვილს აკლია ან მეტი აქვს ერთი ან იშვიათად ერთზე მეტი ქრომოსომა. მუტაცია არის გენის ან ქრომოსომის ცვლილება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით. მუტაციის გამოწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ზემოქმედება გარემოზე, რადიაცია, მაგალითად ულტრაიისფერი რადიაცია, ბიოლოგიური ფაქტორები, ვირუსები, ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები. გენური შეცდომებით. მუტაციებს შეიძლება სხვადასხვა შედეგები ჰქონდეს, რომლებიც ორგანიზმის გენეტიკურ მახასიათებლებსა და ფუნქციონირებაზე აისახება. მუტაციის ნეიტრალურ შედეგებად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მუტაცია შესაძლოა არ ჰქონდეს ზეგავლენა ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ამ შემთხვევაში მუტაცია უბრალოდ გენეტიკური ცვლილებაა, მაგრამ მას არ შეუძლია გააჩინოს აშკარა ცვლილებები ან დაავადებები. ასევე აქვს ნეგატიური შედეგებიც. ზოგჯერ მუტაცია იწვევს გენეტიკური დაავადებების ან აშკარა დეფექტების გაჩენას, მაგალითად ასეთ მუტაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, როგორიცაა კანის კიბო. მუტაციები ხშირად იწვევენ გენეტიკურ დაავადებებს, რადგან შეცვლილმა გენებმა შეიძლება გამოიწვიონ უჯრედების ან ორგანოების ნორმალური ფუნქციის დარღვევა. შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი. ცისტური ფიბროზი, რომელიც სუნთქვის სისტემის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას იწვევს, და დაუნის სინდრომი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. დაუნის სინდრომი ცნობილი ასევე როგორც ტრისომი 21, ყველაზე გავრცელებული გენეტიკური დარღვევაა. 1866 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლანგდონ დაუნმა პირველად აღწერა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რასაც შემდგომ მისივე სახელი დაუნის სინდრომი ეწოდა. 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა და პედიატრმა ჟერონ ლეჟენმა აღმოაჩინა, რომ დაუნის სინდრომის შემთხვევაში 21 წყვილი ქრომოსომა დამატებით კიდევ ერთ ქრომოსომას შეიცავს. შესაბამისად, ყოველი უჯრედი 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომისგან შედგება. 21 ქრომოსომაში 2-ის ნაცვლად 3 ქრომოსომა ლაგდება, ამიტომ მას სხვაგვარად თავისუფალი ტრისონომია, ანუ ტრისონომი 21 უწოდეს. ტრისომია, ანუ გასამება. მუტაციური ცვალებადობის შემდეგ ვისაუბროთ კომბინაციურ ცვალებადობაზე. ბიოლოგიაში კომბინაციური ცვალებადობა ნიშნავს გენეტიკური სხვადასხვა კომბინაციების შექმნას. კომბინაციური ცვალებადობის დროს გენები არ იცვლება. სქესობრივი გამრავლებისას შთამომავალი გენების ერთი ნახევარი ერთი მშობლისგან იღებს, ხოლო მეორე ნახევარი მეორე მშობლისგან. ყოველი ახალი ორგანიზმი მშობლისგან გენების ახალ კომბინაციას შეიცავს. სწორედ ამიტომ ჰქვია ცვალებადობის ამ ფორმას კომბინაციური. და ბოლოს გიტოვებთ ვიდეოს დნმ-ის მუტაციაზე. დნმ-ის მუტაცია არის პროცესი, რომლის დროსაც დნმ-ის მოლეკულაში გენეტიკური ინფორმაციის შეცვლა ხდება. მუტაციები შესაძლოა ბუნებრივად ან გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად მოხდეს. მას შემდეგ, რაც ფერმენტმა მოკვეთა მუტაციური ჯაჭვი, დნმ პოლიმერაზა ცვლის ამ ჯაჭვს.
გმადლობთ ყურადღებისთვის, იმედი მაქვს, ის სიამოვნებით და ბევრი საინტერესო და ახალი რამ გაიგებთ მუტაციების შესახებ.